Online კურსების კიდევ ხუის თან გვაქვს. თუ შენ სასაფიქროდ, მოდი გავიხილოთ ეს ორი სიტუაცია. ეს ლაშაა, ის დამოუკიდებლად სწავლობს პროგრამირებას და ეს მისთვის ბევრ დაბრკოლებასთან არის დაკავშირებული. ერორი რატოა? არ იცის რა რის მერე ისწავლოს, არ აქვს რეალური დავალებები, რომ მასწავლი მასალა პრაქტიკაშიც გამოიყენოს. ეს კი რეზია, რომელსაც ონლაინ კურსი აქვს ნაყიდი, სადაც სწავლისთვის ყველა საჭირო მასალაზე ხელი მიუწვდება. რომელ თავს გავდივარ დღეს. ვიდეო გაკვეთილების სილაბუსები რაც მთავარი ამ ყველაფერს ქართულად სწავლობს. ლაშა როცა რაღაცას ვერ იგებს პასუხს მეგობრებთან ან Google-ში ეძებს, ეს კი სწავლის პროცესს აუტურს ხდის. რავი, გიგოს ეცოდინება უეჭვადე რა. რეზიკი მიყვება სილაბუსს და მენტორის მიერ გაწერილ დავალებებს. ხოთ ახლა რა დავალებები მოყვება? და ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც პრობლემას აწყდება, მეორე ლექციის სავალებაში მაქვს კითხვები. მას მენტორები ეხმარებიან. ამ ყველაფრის ხარჯზე რეზი კურსს მარტო გადის და სწავლის ტემპსაც თავად განსაზღვრავს. ბიჭო, ამანაც არის. რავიღალეა. ლაშა კი ამდენი გაუცემელი პასუხების შემდეგ საბოლოოდ ნებდება. და მაინც რა განასხვავებს ამ ორ სტუდენტს ერთმანეთისგან? მიზანი ორივეს ერთი და იგივე აქვს, რომ არა ისწავლონ პროგრამირება და იპოვონ სამსახური სწრაფად. პირველ შემთხვევაში სტუდენტს უწევს წყობით სწავლა იმის გამო, რომ აქვს არაორგანიზებული გარემო, აწყდება ძალიან ბევრ პრობლემას და ემართება დემოტივირება. მეორე შემთხვევაში კი სტუდენტს ის გზა, რაც წყობით მარტოს უნდა გაელო, შეუძლია დაფაროს დაახლოებით 6 თვეში. ანუ ზოგავს დროსაც და საკუთარ ცოდნაში ჩადებული ინვესტიციასაც მალე იბრუნებს უკან. ანუ რა გამოდის, რომ თუ დრო ყველაზე დიდი რესურსია და ჩემი მიზანი მალე დასაქმებაა? გამოდის ის, რომ ერთადერთი გაციფრანგება არის დრო და არა კურსებში გადახდილი ფული.